მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი 65% და ეს საკვებდანამატების ჩამონათვალე არ მთავრდება. მოდი გადავაგდოთ რა ეს არ გვინდა. დღეს გასწავლით როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ინგრედიენტები. დავიწყოთ სალიამით. ზე გვაქვს სალიამი, რომელსაც იყენებს პანოცო, ასევე X კომპანიის სალიამი. რა განსხვავებაა მათ შორის? პირველი ეტიკეტზე ჩვენ ვკითხულობთ, რომ 65%-ია ქათმის მექანიკურად განცალკევებული ხორცი, რომელიც მიიღება აი ძვლებზე დარჩენილი ხორცის ნაწილაკების წნევით მოშორებით. შესაბამისად, ჩვენ პანოცოს ამ პროდუქტს ვერ ვაკადრებთ. ამ მეორე ვარიანტში პირველი ინგრედიენტების ჩამონათვალში 25% ეს არის ღორის ხორცი, საქონლის ხორცი და ნუ რა თქმა უნდა საკვებდანამატები, იმიტომ რომ ძეხულის წარმოება სხვანაირად არ გამოდის. ეს დავიტყვით. უნდა ერთ-ერთი წარმოების ხორბლის ფქვილი, არც ნუტრიციოლოგიური ღირებულება შესაბამისი პიცერიისთვის, ამას გადავდებთ. მოლინო დენტის შემთხვევაში კი W ინდექსიც ესაბამება ჩვენ ფერმენტაციის პროცესს, ბოჭკოს, ცილის შემცველობა, მისაღები და საუკეთესო ამ დავიტოვოთ, მოდი მოლინო დენტი. ორი სახეობის კარაქი. კარაქი არ არის პირველ რიგში და მზადდება 70% პალმის ცხიმის შემცველობით არის. აქ კი გვაქვს რეალური კარაქი, ცხოველური წარმოშობის, ესეც დავიტოვოთ და ეს არ გვინდა. ჩვენი ადგილზე წარმოებული ხოობა საკმაოდ დიდია, იმ ნაგეთში მხოლოდ 48% არის ქათმის ფილე. დანარჩენი გვიძლია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მუდამ ფრეში გადის, როგორც ვიცი. საკვებდანამატებით N შემაკავშირებლებით ბევრებულია ეს პროდუქტი. შემთხვევაში კი 100% წუხთა ქათმის ფილეა გამოყენებული. გაყინულ მდგომარეობაში შეგვიძლია შევინახოთ. ეს არ გვინდა, ესეც გადავიდეთ. აქაც ნუ ხარისხობრივი განსხვავება. ძირითადი შემადგენლობა ჭაუს ფქვილი 65%. აქ კი გულის ფქვილით იწყება ინგრედიენტების ჩამონათვალე. დაბალხარისხიანია, შაქარია გამოყენებული, იმიტომ ნუ ვერ ვაკადრებ ჩვენ მომხმარებელს. პროდუქტების შერჩევა დავასრულეთ. ანდროსთან შემდეგი კითხვით. ანდრო, რა კრიტერიუმებით უნდა არჩევდეს კვების ობიექტი პროდუქტს? აუცილებელია რომ დავაკვირდეთ მის ეტიკეტს, მართლა ძალიან ბევრ ამას გვასწავლით. სწორედ ხარისხიანი ინგრედიენტი განსაზღვრავს იმ უნიკალურ გემოს, რაც გვინდა რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ.